გამარჯობა თანამებრძოლებო. გიბრუნდებით ძალიან საინტერესო ვიდეოთი, რომელშიც გაიგებთ თუ რა საშინელება ხდება ილიას გარშემო, რა ხდება გიგას თავს მისი მარცხის შემდეგ ბოლო ბრძოლაში და რატომ იზავება ყოველდღიურად მერაბისა და პიოტრის შორის ურთიერთობა. გაიმზადეთ ჩაი, მოკალათით სავარჯერში. ჩვენ ვიწყებთ. პირველ რიგში გიგაზე ვისაუბროთ, როგორც ნახავდით, ის ბოლო ბრძოლაში მშვენივრად გამოიყურებოდა. როგორც ადრე მისი წაუგებელი სერიის დროს, ისეთივე ბასრი და ტექნიკური ჩანდა გიგა ამ ბრძოლაში. ამ ფოტოებს კარგად დააკვირდით, თუ რამხელა ზიანი აქვს მიყენებული მეტოქისთვის. თუმცა ამ სპორტს ერთი დიდი მინუსი აქვს, რაც არ უნდა მომზადებული იყო, რაც არ უნდა მოტივირებული და მენტალურად მზად გახვიდე ბრძოლაზე, მხოლოდ ერთ მოულოდნელ დარტყმას შეუძლია ყველაფერი დაასრულოს. ზუსტად ეს მოხდა გიგას ბრძოლაშიც. დიახ, 2025 წლის დასასრული ძალიან ცუდი გამოგვივიდა ამ სპორტში, თუმცა ეს არაფერია, რადგან ყოველთვის აღმასვლა ამ სპორტში შეუძლებელია. გიგამ მის მარცხს გამოეხმაურა და თქვა: კაი, დრამა იქით იყოს და ყველაფერი კარგად მაქვს. თავს კარგად გრძნობ. ბრმა დარტყმა გავუშვი და იქ იყო და ეგ. მანამდე თავს ძალიან კარგად გრძნობდი. იმედ პროცესს, ვისაც ძალიან გაგიხარდათ, გილოცავთ. რავი, სხვა რა გითხრათ და ჩემს საყვარელ ხალხს, ვისაც გული შეგტივოთ, კი მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაგრად მიყვარხართ. ყველაფერი კარგად მაქვს, ცოტა დავისვენებ და დაგიბრუნდებით 2026-ში. უფალი გფარავდეთ. წარმატება უსურვოთ გიგას შემდგომ ბრძოლებში. როგორც ბრძოლამდე ისაუბრა გიგას მისი დარბაზის გახსნა სურს, ამიტომ საქმე ნამდვილად ბევრი აქვს. ახლა კი იმაზე ვისაუბროთ, თუ რა ხდება ილიას თავს. ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ ილია მის მეუღლეს ჯორჯინას დაშორდა. ამ ამბავს ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოყვა. ხალხი ვერ მიხვდა რა გახდა დაშორების მიზეზი, მით უმეტეს მაშინ, როცა ეს წყვილი ყველას ძალიან მოსწონდა. თუმცა ილია ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებდა. ერთი რაც ამ ამბავს მოყვა იყო, რომ ილიამ დროებით ჩხუბები შეწყვიტა და რამოდენიმე თვე მოწდა გადაწყვიტა. ხოლო ცოტა ხნის წინ მან ინსტაგრამზე ვრცელი განცხადება გააკეთა, საიდანაც ვიგებთ, რომ მის გარშემო სიტუაცია იმაზე დაძაბულია, ვიდრე ეს ჩვენ გვეგონა. რამდენიმე კვირის განმავლობაში მე რთული გადაწყვეტილება, რომ საჩემპიონო ქამრის დაცვისგან პაუზა ავიღო. ეს არჩევანი მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა როდესაც ჩნდება გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან შენს ღირსებას, ოჯახს და რეპუტაციას, ამ დროს აუცილებელი ხდება მათთან უშუალოდ გამკლავება. ბოლო თვეების განმავლობაში ჩემზე განხორციელდა მძიმე და კატეგორიულად მიუღებელი ზეწოლა. მათ შორის იყო მუქარები, რომ ფინანსური მოთხოვნების და უკმაყოფილებლობის შემთხვევაში გავრცელდებოდა ოჯახური ძალადობის სრულ-ბრალდებები, რომლებიც სრულიად უსაფუძვლოა. სიმართლე არის ის, რასაც მტკიცებულებები ამტკიცებენ და არა ის, რასაც ვინმე შეიძლება ფიქრობდეს. ყველა შესაბამისი მტკიცებულება ყურადღებით არის დაცული და დოკუმენტირებული. მათ შორისაა აუდიო ჩანაწერები, წერილობითი კომუნიკაცია, მოწმეთა ჩვენებები და ვიდეო მასალები. აღნიშნული მტკიცებულებები გადაეცა შესაბამის ორგანოებს, რათა დაწყებულიყო სამართლებრივი პროცესი გამოძალვის მცდელობის, მტკიცებულებების გაყალბების, ფინანსური და პირადი ქონების მითვისებისა და მუქარის ფაქტებზე. ჩემი თავდაპირველი გადაწყვეტილება დუმილის შენარჩუნების შესახებ მიღებული იყო მხოლოდ ჩემი შვილების დასაცავად, რომლებიც ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი არიან. თუმცა მივხვდი, რომ ასეთ ვითარებაში დუმილი სიმართლეს არ იცავს. ის სრულ ნარატივებს გავრცელების საშუალებას აძლევს. ბევრ ადამიანს გამოუცდია მსგავსი სიტუაცია და სამართლებრივმა სისტემამ გაარკვია რეალური ფაქტები, როგორია და რას წარმოადგენს სიმართლე. დღეს ამ ნაბიჯს ვდგამ არა მხოლოდ ჩემი ოჯახისა და საკუთარი თავის გამო, არამედ იმის საჩვენებლადაც, რომ არავინ არაფერი უნდა დათმოს დაშინების, манипуляციის ან შიშის გამო. ვინც მე მიცნობს შეუძლია დაადასტუროს, რომ არასოდეს მიმართავს სალადობის რაიმე ფორმისთვის და რომ ჩემი ცხოვრება და კარიერა ყოველთვის დაფუძნებული იყო დისციპლინაზე, პატივისცემასა და კეთილსინდისიერებაზე. მე სასამართლო პროცესის მიმართ სრული ნდობა მაქვს და მივცემ სამართლებრივ სისტემას საშუალებას მტკიცებულებებზე დაყრდნობით ფაქტები დაადგინოს. ჩემი შვილებისა და მიმდინარე სამართლებრივი პროცესებისადმი პატივისცემის გამო დამატებით საჯარო განცხადებას აღარ გავაკეთებ. თავაზიანად გთხოვთ, თავი შეიკავოთ სპეკულაციებისაგან და პატივისცეთ ჩემი ოჯახის პირად სივრცეს ამ სენსიტიურ პერიოდში. სიმართლეს ხმამაღლა ყვირილი არ სჭირდება, მას ფაქტები ჭირდება. გმადლობთ. ილიას ამ სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ბევრისთვის ნაცნობმა ენდრიუ ტეიტმა და თქვა: ილიას არ ვიცნობ, თუმცა რაც ვიცი არის ის, რომ ქალები იტყუებიან, ის უდანაშაულოა. ეს ბედნიერად დაქორწინებული კაცები ერთ დღეს იღვიძებენ და ხვდებიან, რომ ქალებს არასდროს უნდა ენდო. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგები ხართ მათთვის, რამდენ ფულს აძლევთ მათ, ან რამდენად მაღალია თქვენი სტატუსი როგორც მამაკაცის. კაცები ურთიერთობაში სიყვარულისთვის არიან, ქალები კი ბიზნესისთვის. ხო, არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ ტეიტის ამ განცხადებაზე, დაწერეთ კომენტარებში. ყველასთვის მოულოდნელად ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ილიას ყოფილმა მეტოქემ ბრაის მიჩელმა და ილიასთვის მიძღვნილ ვიდეოში უამრავი სიბინძურე ილაპარაკა.
გახსოვთ ილიას რო ვეჩხუბე. გაიმარჯვა და ბრძოლის შემდეგ კომბინეზონი ჩაიცვა. რითაც მე დამცინა, რადგან ფერმა მაქვს და კომბინეზონებს ხშირად ვიყენებ. ეს ძალიან სასაცილოდ მოეჩვენა. ხო და ილია შენთვის რაღაც მაქვს. ამას ოზე ფიზიკურად მოძალადე ადამიანის სტატუსი ჰქვია. დიახ, ასეა. ეს სტატუსი ილია თოფურიას მივაკუთვნე და ამ ძუკნამ ქალზე ხელი ასია. ხომ იცით რომ მამის გარეშე გავიზარდე, საკუთარი მამა თვალით არაზრს მინახავს და იცით რა? მიჩვენია მამა არ მყავდეს, ვიდრე ის დედაჩემს სცემდეს. რაღაცას გეტყვილია. აშშ-ს ამ ნაწილში მეუღლეზე ფიზიკურად ზალადობა სიცოცხლის ფასად გიჯდება. ეს ხუმრობა არ არის, ამაში სასაცილო არაფერია. მინდა გითხრა რომ ამ ყველაფრის გამო ნამდვილი ძუკნა ხარ და შენი ძმაც ძუკნა. მას ვეჩხუბები და მაგრად ვცემ. შენ კი გაგიმართლა, ცუდად ვიყავი, თორემ აუცილებლად მაგრად გცემდი. ილია მისმინე, შვილების ყოლასაც არ იმსახურებ, რადგან მეუღლეზე ხელს სცემ. ნაჩარი ხარ და გულისამრევია, რასაც აკეთებ. თუმცა ვინ ვარ მე რომ გაგსაჯო, ხანდახან მეც ვსვოდო ხოლმე, მაგრამ ილია, უფლის გზას უნდა დაუბრუნდე და მოინანიო, თორემ ჯოჯოხეთში დალპები. მთელი გულით უნდა მოინანიო და საჭიროა დალევასაც თავი დაანებო. ალბათ ბევრს ვამ ილია. უფალ იესო ქრისტეს დაუბრუნდი და მოგეტევება. თუ ამას არ იზამ ჯოჯოხეთში ამოლპები, რადგან ქალებზე ფიზიკურად მოძალადე ხალხის ადგილი მანდ არის. ილია მეუღლეების საჩემპიონო ქამრები არ არიან, რაც უფრო ბევრი ყავს, მით უკეთესი არ არის. ერთი მეუღლე, ერთი ქალი უნდა ყავდეს, შენ კიდე მესამე ცოლს ეძებ. იდიოტი ხარ და მაგალითი ჩემნაირი ბიჭისგან უნდა აიღო. ზოგადად როგორც მებრძოლი ბრაისი მე ყოველთვის მოვწონდა, თუმცა ამ ბოლო დროს ეჭვი მაქვს ამ ბიჭს წვენში ყველაფერი რიგზე არ აქვს. თქვენ რას ფიქრობთ მის კომენტარზე? ვისაუბროთ კომენტარებში. ილია სიტუაციაზე ისაუბრა პედიმას და ყველასთვის მოულოდნელად ხარდაჭერაც კი გამოუცხადა. ილიას ახლა პირად ცხოვრებაში ბევრი რამ აქვს მოსაგვარებელი. მას მხოლოდ საუკეთესოს უსურვებ. ამას არაფერი აქვს საერთო ჩემსა და მის ჯგუფთან. ეს მისი ოჯახია და მე იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი მისთვის იდეალურად დასრულდება. მხოლოდ ის მაინტერესებს რომ ოქტაგონში მალე დაბრუნდეს და ვიბრძოლოთ. მაგრამ არავინ იცის როდის დაბრუნდება. თუ ივნისამდე ან ივლისამდე ვერ შეძლებს დაბრუნებას, შეიძლება ქამრის დათმობა მოუწიოს. მე კი უდაოდ გავხდები ჩემპიონი ბრძოლის გარეშეც კი. მოდი ილიას წარმატება და სიმშვიდე ვუსურვოთ მის ცხოვრებაში. ჩვენ კი საბრძოლო სიახლეებით განავაგრძოთ ვიდეო. მოახლოვებულ ბრძოლაზე ისაუბრა ჯასტინ გეიჯიმაც და ამ სატიტულო ბრძოლას დროებით ქამარზე მისი ბოლო გასეირნება უწოდა. აღფრთოვანებული ვარ ამ შესაძლებლობით. სისულელე იქნებოდა მე ვფიქრა რომ ეს ჩემი კარიერის დასაწყისია. ეს ჩემი ბოლო შანსია. შესაძლებლობა დავასრულო კარიერა ისე როგორც მინდა. ეს არის ყველაფერი, რაზეც შეიძლებოდა მეოცნება. პედისთან ვიბრძოლებ დროებითი ტიტულისთვის. თუ მოვიგებ ილია თოფურიასთან მივიღებ ბრძოლას. ახლა ილია ყველაზე საშიში ბიჭია ჩემს დივიზიონში. ზოგი კი ფიქრობს რომ სოფლიოშიც ყველაზე საშიშია. ეს ჩემი შესაძლებლობაა დავასრულო კარიერა ზუსტად ისე როგორც მთელი ეს დრო ვიბრძოდი. ხოლო ილიამ გეიჯის და პიმბლეტს თავის სტილში უპასუხა. UFC-ს წარმომადგენელთან ვისაუბრე და ინფორმაცია მქონდა რომ ჩემი ოჯახური მდგომარეობის გამო ეს მოხდებოდა. UFC-ში იცოდნენ რომ იანვარში ვერ ვიჩხუბებდი და გადაწყვიტეს დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის გეიჯისა და პიმბლეტის ორთაბრძოლა ჩაენიშნათ. ისინი ამ ჩხუბს ნამდვილად იმსახურებენ, მაგრამ საჩემპიონო ქამართან ამაზე ახლოს ვერასოდეს მივლენ. მათ ულოცავ, თუმცა უნდა იცოდნენ რომ ადრე თუ გვიან ნამდვილ ჩემპიონთან მოუწევთ შეხვედრა. როდის დაბრუნდები? ზუსტი თარიღი არ ვიცი. ამ ეტაპზე ჩემი პრიორიტეტი ოჯახური საკითხების მოგვარებაა. როგორც კი ეს მოხდება, ოქტაგონში შესასვლელად მზად ვიქნები. სოციალურ ქსელებში აქტიურად იწერება, რომ ილია სპორტს თავს ანებებს და მსგავსი სისულელეები. მან სპორტიდან წასვლაზე მართლაც ისაუბრა, თუმცა არა ისე, როგორც ამას ხვები წერენ. მოდი ვნახოთ რა თქვა ილიამ სინამდვილეში. ეშინიათ რომ პენსიაზე გავა, ვაუ, ვნახოთ რა მოხდება. ფიქრობ ეს შიში ბევრი სპორტსმენის მიმართ გვემართება. მაგალითად რაფა ნადალის შემთხვევაში. არასოდეს გვინდოდა მისი პენსიაზე გასვლა, მაგრამ დგება დრო, როდესაც სპორტსმენმა ეს უნდა გააკეთოს. მესმის რომ ბევრი ადამიანია, ვისაც არ სურს ჩემი პენსიაზე გასვლა, ვისაც ყოველთვის უნდა რომ შაბათ საღამოს ტელევიზორის წინ ან მოგზაურობის დროს ჩემს შეჯიბრებებს უყუროს, მაგრამ საბოლოოდ ვფიქრობ რომ სპორტში ყველას გვაქვს ვადის გასვლის თარიღი და ჩემიც უეჭველი მოვა და არ მგონია რომ ამაზე საუბარი მარტივი იყოს. ზოგჯერ ვფიქრობ კიდეც ამაზე. თუ როგორი იქნება ჩემი ცხოვრება, როდესაც სპორტიდან წასვლა მომიწევს, როცა აღარ მექნება ის რუტინა, დილით ადრე ადგომა, ვარჯიში, დიეტის დაცვა და ამის მიუხედავად რომ კარიერის დასრულების შემდეგ მაინც ვიზრუნებ ჩემს სხეულზე და ჯანმრთელობაზე ეს ველებურად მაინც აღარ იქნება. ჩემი მიზანი აღარ იქნება საკუთარი თავის გადალახვა, რეკორდების მოხსნა, ბარიერის დაძლევა და ასე შემდეგ. მიდგომა განსხვავებული მექნება. საინტერესოა ჩემი თანაგუნდელების მოსმენა, რომელმაც ეს პერიოდი გაიარეს, პენსიაზე გავიდნენ, ან კარიერის დასრულებასთან ახლოს არიან. მათთან ბოლომდე ვეყრდნობი და მათთან საუბარი საინტერესოა.
ასევე ხალხი აქტიურად საუბრობს მის ბოქსში გადასვლაზე და ამის გამო წუხან, თუმცა ჩემი პირადი აზრით ილიას ბოქსში გადასვლა უდიდესი მოვლენა იქნება და რადგან მისი ბოქსის უნარებში ეჭვი არ მეპარება, ვფიქრობ ეს ილიასთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც უდიდესი მოვლენა იქნება. თუმცა ამ თემაზე საუბარი რა თქმა უნდა ძალიან შორია. თქვენ რას ფიქრობთ, იხილავდით ილიას ბოქსის რინგზე? ილიაზე ისაუბრა ხაბიბის ბიძაშვილმა და ბელატორის ჩემპიონმა უსმან ნურმაგომედოვმა და თქვა: დარწმუნებული ვარ, რომ ცარუკიანი თოფურიას დაამარცხებს. არმანისთვის ილია პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს. თოფურია ძალიან დაბალია და პატარაა. სუბუქწონით დივიზიონში ის ძალიან პატარაა. რა შეუძლია ილიას არმანის წინააღმდეგ გააკეთოს? არაფერი. სიგიჟეა, რაც სუბუქწონით დივიზიონში ხდება. არმანი ნომერ პირველი პრეტენდენტია, მაგრამ ტიტულისთვის ვერ ჩხუბობს, რადგან ჩემპიონს მეუღლესთან პრობლემები აქვს. ხოლო თავად არმანზე ისაუბრა UFC-ს ბოსმა დენა ვაიტმა და დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვარაუდობდით. ის ისევ აქ არის, რადგან იცით რა არ გამიკეთებია? მე ის არ გამიგდია. არ დამშვიდობები ვარ, თუმცა შემეძლო ამის გაკეთება, ასე რომ ჩვენ არ გვაქვს მის მიმართ არავითარი მტრობა და არ მაქვს არანაირი კონფლიქტი მასთან. არმანი მამაკაცია და მან თავად იცის როგორ მოხდა ყველაფერი, რა მოხდა კულისებში, მან ეს იცის. ჩვენ ყველამ ვიცით ეს. მე არასოდეს ვსაუბრობ ამაზე საჯაროდ, რადგან თქვენ ჟურნალისტები ბებერი ქალები ვითხართ. იყენებთ ყველაფერს, რაზეც შეიძლება იმჟელო და კლიკები მოაგროვო. ბევრი რამ ხდება ამ ბიზნესში, მაგრამ ჩვენ ამას ჩვენ შორის ვინახავთ. ასეთია საქმის ვითარება და არმანმა ეს იცის. ვიდეოს დასასრულს კი გეტყვით, რომ მიუხედავად მარცხისა ბოლო ბრძოლაში მერაბი თავს შვენივრად გრძნობს და სოციალურ ქსელში მსგავს ვიდეოებს აქვეყნებს. ხო, ვისაც გახსოვთ, როცა მერაბმა წინაზე ნაკერები თავად მოიხსნა, დენა ვაიტმა მას სულელი უწოდა, თუმცა ახლა მათ კარგი ურთიერთობა აქვთ და ერთი სული მაქვს, გავიგო ამჯერად რა სიტყვის დენა. მე კი გემშვიდობებით და გვირდებით სულ მალე დაგიბრუნდებით ძალიან საინტერესო ვიდეოთი. შემდეგ შეხვედრამდე.